მკაფიო ხედვა გვაქვს. Ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ სფეროში, ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, უკრაინაში განსაკუთრებით ინტეგრაციის გზა, საქართველოს ინტეგრაციის გზა იქნება უფრო ინტენსიურად განხორციელებული. იმედი გვაქვს და პოზიტიური მოვლენების ბოლოდინში ვართ. საქართველოს ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში, სამხრეთ კავკასიაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამას აფასებს, ჩვენს პოზიტიურ როლს აფასებს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ. ამიტომ ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით 20% ჩვენი ტერიტორიისა არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგაჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი. უნდა ვახსენო, რომ ეს ხედვა მუშაობს ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიდის ქვეყანას